საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? მე მინდა დღეს 1-2 სიტყვა მიუძღვნა ამ საკითხს, რადგან ზვიადის თემა ახლა ამოიწია და კომენტარებში რაღაცა წავიკითხე, ხალხი უცნაურად უდგება ამ საკითხს და უცნაურად გამოეხმაურა ზვიად გამსახურდიას თემას და აი ამ საკითხზე ვისაუბრებ დღეს. მოკლედ კომენტარებში ვკითხულობ ესეთ რამეს, რომ რაღა ეხლა გაგახსენდათო ზვიადისტებსო, ზვიადიო, როცა ცოცხალი იყო, მაშინ რატო არ სთხოვდით პასუხსო? ილია მეორეზე რა თქმა უნდა ახლა საკითხი. აქ მთელი საზვარეების გავლა დაიწყო ახლა ილიამ და მთელი ყველა თავისი ცოდვა რაც არის ამოუტრიალებენ და წამოუყენებენ. და მინდა გითხრათ, რომ საზვარეებს ილია მეორე ვერ გაივლის. შეიძლება ძალიან გეწყინოთ ეს, მაგრამ გეტყვით. რატომ ვერ გაივლის საზვარეებს ილია მეორე და რა მიზეზები აქვს ადამიანს ამისათვის, რომ თქვას, პირადად მე. ეხლა ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რომ ზვიად გამსახურდია იყო ის პრეზიდენტი, რომელ პრეზიდენტმაც სასწაულებრივი ძალით მოახერხა ჩვენი, ანუ ქართული ერის გაერთიანება და ქართული ენის შენარჩუნება. როგორ მოახერხა ზვიად გამსახურდიამ ეს? ზოგმა შეიძლება არ იცის, მაგრამ მე არაერთ ყოფილ აქტივისტ ზვიადისთან მქონია საუბარი და ინფორმირებული ვარ და გაგიმხელთ ახლა მეც თუ როგორ მოახერხა ზვიადიმ ეს საკითხი. როდესაც რუსეთის მთავრობა იმდროინდელი კგბ-ს ხალხი ცდილობდა საქართველოში, ესე იგი არჩევნების ჩატარებას და თავიანთი ხალხის გაყვანას, ზვიადიმ ბიულეტინები მოამზადა სანამ არჩევნები იქნებოდა, მოულოდნელად მათ და მოულოდნელად ბიულეტინები უკვე ხელმოწერილი მილიონზე მეტი, რამდენიმე მილიონი ბიულეტინი უკვე დამზადებული ჰქონდა და ხელმოწერები დააგროვა, რომ ქართულ ხალხს სურდა მისი არჩევა. ეს იყო ლეგიტიმური პირი, ქართული ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ლეგიტიმურად იქნა არჩეული და ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ ხახამშრალი დატოვა კგბ-ს წარმომადგენლობა, მათ შორის შევარდნაძეც და ილია მეორეც. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი პრეზიდენტობის, რამდენიმე თვიანი პრეზიდენტობის მანძილზე არაერთხელ მიწერა ილია მეორეს წერილი ზვიადიმ თხოვნით, თუმცა არც ერთზე პასუხი არ მიუღია მას ილია მეორისგან და თქვენ იცით, რომ ალბათ ძალიან ბევრი გააკეთა ზვიადიმ თავისი 5 თვის პრეზიდენტობის მანძილზე. ესე იგი, სადაც არ წავედი, მასე ყველგან კარგი მოვისმინე, გარდა ამ ლიბერალისტი თუ რა ვიცი ილია მეორისტი ხალხისა რა. და მინდა გითხრათ, რომ აი თქვენ რომ ესე ძალიან მაგრად ტირი ხართ ახლა ამ პატრიარქს, რომელიც 59 წელი იმეფა და ტიპმა ვერაფერი ვერ გააკეთა, გარდა იმისა, რომ ხალხი დააჰიპნოზა. საქართველები საქართველოდან გააქცია და საქართველო გაივსო, ესე იგი უცხოტომთა წარმომადგენლობით. გავანებოთ თავი, ვაჭრობა არის გაქანებული ეკლესიებში და საერთოდ რა ქრისტიანობაზე გვაქვს საუბარი, 70,000 კაცი მონათლა ინცესტის საშიშროების წინაშე დააყენა, თუმცა ამაზე ხმას არ იღებს. ამ ადამიანმა ეხლა რომ მკვდარიდებს სამებაში და რომ უნდათ რომ სიონში დაკრძალონ, ადამიანზე, ანუ ზვიადიზე, რომელმაც ჩვენ ქართული ენა შეგვინარჩუნა სასწაულებრივი ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ამას რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა 9 აპრილზე მანდილოსანი, რომელიც იცავდა ქართულ ენას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არ წასულა, ილია მეორე, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, რომ საფრთხე რეალურიაო და აქედან აეთესეთო, ეხლა მithქვენ, ილაპარაკობ. ხო, ეგრე უთხრე რა, აქედან დაიკარგეთო რა, წადით სახშიო და დაიკიდეთ თქვენი ქართული ენაო. ტიპი მოწყდა. ანუ ილია მეორე მოწყდა ადგილიდან.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ პატარები ვიყავით, ჩვენი თაობა ამას ძალიან ნაკლებად მტკივნეულად აღიქვავს, თუმცა იმდენი მოახერხა ეშმაკის საძმომ, რომ ხალხი იმდენად დააჯერა, რომ ილია მეორე არის წმინდანი და უწმინდესი და უნეტარესი და ძალიან მაგარი ტიპი, რომელიც რამდენადაც აკეთებს თურმე საქართველოსთვის, რა ვიცი, მე მგონი მაგარი რაღაც ერთი ის გააკეთა, რომ $75,000 ხე ჩამოიტანა და თავისა რეზიდენციაში დაიდო იქ. მეტი კარგი მაგისი მე არ ვიცი რა გაუკეთა საქართველოს. აი ძალიან ყველაფერი შემიძლია ჩამოვთვალო, უამრავი ცუდი რა. მაგრამ ეხლა თავ შევიკავებ, იმიტომ რომ აჰა, გარდაცვლილია მაინც და მკვდარი დევს და პატივი ვცეთ. რაც შეეხება ზვიადის, ზვიადი როდესაც გარდაიცვალა, თქვენმა ესეთი დიდად პატივცემულმა უწმინდესმა და უნეტარესმა წმინდანმა ასე თქვა ზვიადიზე, რომ ჩაძაღდა სატანაო. მიუხედავად იმისა, რომ ქაშვეთი სავსე იყო ტყვია-წამლით და იარაღით, ზვიად გამსახურდიას წერილზე საერთოდ რეაქცია არ მოახდინა ილია მეორემ და ცუდად იყო თურმე ამ დღეებში, რომელი ტყვია-წამლითა და იარაღით ქართველი მოსახლეობა ამოიხოცა პირდაპირ რუსთაველის გამზირზე. ხო, თუმცა ეს საკითხები ბევრს დაავიწყდა და რაღა ახლა გაგახსენდათო რომ იძახიან, გაგვახსენდა იმიტომ რომ ის ადამიანი რომელმაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობა პირდაპირ შეუკვეთა კგბ-ს მკვდარიდებს ახლა და მეც ვეღარ მოვიხსენიებთ. და როცა ცოცხალი იყო, მაშინ რეაქცია არ ქონდა უბრალოდ. რეაქცია არ ქონდა მიუხედავად იმისა, რომ არა მხოლოდ ზვიადისტებს, არამედ თავის საკუთარი ნათლულებსაც კი არ იღებდა თავის რეზიდენციაში, იყო გამოკეტილი 4 კედელშუა და მხოლოდ ისეთ ტიპებს, როგორიც არიან ფეხბურთის მოთამაშეები, ევროვიზიის წამყვანი არის თუ წარმომადგენლები, ძუძუებ გადმოყრილი და ხო, ну რა ვიცი, რა გითხრათ ახლა რა, ამას ხო ვერავინ გაიგებს, გამგები გაიგეს და ვინცაც არ უნდა გაიგოს და ფანატიზმში ჩავარდნა მოჯადოებულია ღმერთმა იმას თვალი აუხილოს. იმებს კი ლოცავდა. მოკლედ, ერთი სიტყვით მე მინდა გითხრათ ერთი რამ რა. ვინც ბნელია, ღმერთმა გაანათლოს და ვინც ზვიადიზე ცუდ სიტყვის, მას ქართული ენა, რასაც ქვია ხო, რომელიც შეგვინარჩუნა ზვიად გამსახურდიამ სასწაულებრივი ძალით მე ვიტყოდი, ქართულ ენაზე ლაპარაკი არ ღირსებოდეს იმ ადამიანს, ვინც ამას იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიამ რა გაგვიკეთაო რა. მე ეგრე გეტყვით, რომ აი ქართულ ენაზე საუბარი მონატრებოდეს. ამინ ამენით. და მე იტყვიან, რომ ენა, რომელიც მოგვანიჭა ღმერთმა, სულიწმინდის მატარებელი ენა, ქართული ენა, რომელიც რეალურად საშიშროებას წარმოადგენდა, რომ დაგვეკარგა ჩვენ ეს ამ ენაზე საუბარი და ამენით გველაპარაკა და რომელშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას იმისათვის, რომ ეს ენა შეგვინარჩუნა ჩვენ ქართველებს და თავისი სიცოცხლის გაწვირის ფასად იქ დარჩა ხალხთან ერთად და ტანკებს არ შეუშინდა, ვინც ამას ვერ დაინახავს, ის ხო სულით შმორია. და ვინც სულით შმორია, იცი როგორი ტიპები ევასება? აი ილიასნაირები ფალოსზე რომ დააკოცონ და მერე ხელს რომ დაასვავენ ხოლმე ნებისმიერ მეუფეს. აი ესეთი ხალხი ევასება რა. ფალოს მადიდებლები, რომელიც ყველა ხელდასმული ადამიანი, რომელიც არის ილია მეორის მიერ არის ილია მეორის ფალოსზე ნამთხვევი. და ამას ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ეგრე არ არისო რა. გაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეგრეა. მიხვდებით კი არა, გაიკითხეთ და გაიგეთ, რომ ეგრეა რა. და სად იყავი და როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეხლა აცი თან და თან ნელა გაიგებთ ყველაფერს. მარტო ჩემი პირიდან კი არა. თავიანთი შიგა წრიდან გაიგებთ ყველაფერს, გესმით? ხო და პირდაპირ გეტყვით რა, რომ მე პირადად ნარიმანს იმიტომ ვცემ პატივს, რომ სწორედაც რომ წარუყენეს ეს საკითხი, რომ ფალოსზე უნდა მთხვეოდა ილიას,
გადმოხდა ფანჯრიდან და გაიქცა და ამიტომ არის ახლა ის მე-7 სართულზე რა. და ვისაც არ შეერა ეს საკითხი, ღმერთმა გააგებინოს და ვინც იცის ამ საკითხების შესახებ, ის კიდევაც მადლობას მომიხდის. ხო, ზოგი რა სიტყვის და ზოგი რას ყველას თავში სხვადასხვა პორტალები ტრიალებს და მე გეტყვით ერთ რამეს რა, ის გავიგე არა მხოლოდ ერთი ადამიანისგან, რომელიც ძალიან კომპეტენტურია ამ საკითხში, არამედ გავიგე უამრავი ადამიანისგან, რომ ეს ფალოს მადიდებლობა და ფალოსზე მთხვევა არის ეს როგორც კანონი ისე და სხვანაირად ხელს არ დაგასვავენ თუ არ ემთხვიე ფალოსზე ან ილიას, ან კიდე მასე უფრო აღმატებულს. ყოველ შემთხვევაში ილია მეორე, როდესაც ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარედ დასვეს, ეგ ხო ნათელია, რომ უნდა ეჭამა ბავშვის ხორცი, თორე ისე არ გააკეთებინებდნენ მაგას. არავინ არ მისცემდა უბრალოდ ამის ტიტულს. მერე გადადგა თუ გადმოდგა, ეგ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ხელი მოაწერა იმას, რომ ბავშვის ხორცი ჭამა და შემდეგ გახდა ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე. ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარეს დავიდავანებოთ ტიპი, რომელიც 59 წელი იყო მუდოსავით და დაჭერილი იყო, მარიონეტი იყო, თუ აშინებდნენ თუ რა იყო, ეგ არ მაინტერესებს. მისი ტიტული იყო ერის მამა და ერის მამამ რაც გააკეთა, აგერ ვნახეთ 70,000 ნათლული, რომელიც არ ახსოვს ისტორიას არ ახსოვს ესეთი რამე მომხდარიყო, 70,000 ბავშვი მონათლა იმისათვის, რომ შემდეგ თვითონ საზვერეები გაევლო, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, აი გეტყვით პირდაპირ, რომ ეგ საზვერეებს ვერ გაივლის, იმიტომ რომ ერთი ადამიანი მაინც თუ არის შენზე განაწყენებული, მიდი მასთან გამოასწორე საქმე და მერე ჩემთან მოდიო, ქრისტე ამბობს და აი სწორედ ის ერთი ადამიანი, რომელიც ამდენს ვყვიროდი მე და არავინ ყურად არ იყო, აი ეს ერთი ადამიანი მე ვარ და დედასპიცა ვარ, ეგ ადამიანი, ვთქვი კიდევაც და ვთქვი, ეგ ადამიანი ჩემს ფეხებთან თუ არ მოვა მეთქი და არ იხოხიალებს, მანამდე არ შევუნდობ მეთქი და არ მოახერხა, ანუ თუ ვერ მოახერხა, აწი ქრისტე ჩემთან გამოაგზავნის და ნახოთ როდის მიხილავს. ხო, ამ ცხოვრებაში თუ იმ ცხოვრებაში მაგასაც ვნახავთ, მაგრამ მე მეორე ცხოვრებაში ამ ჯოჯოხეთში ჩამოსვლას აღარ ვაპირებ და ასე რომ მაგარი დაერხა მაგ საწყალ ადამიანს, რომელიც ერთ განაწყენებულ ადამიანზე არის მისი ბედი, რომ სასუფეველში არ შეუშვებენ მაგას და საზვერეებს ვერ გაივლის. ნუ გააჩნია ეხლა თუ მართლა მოვა და ჩემ ფეხთან დადგება და მთხოვს პატიებას, ცხედარი თუ მისი საზოგადოება წარმომადგენელი პატივცემული შიო, კიდევ შეუძლია რომ იხსნას მისი უწმინდეს უნეტარესი მკვდარი ილია. რა თქმა უნდა, ხა ამას ამპარტავნებად ჩამითვლიან და როგორი პატივი აქვს გაუიტელა თავი და ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, გატოლებაზე არ არის, ქრისტეს წინაშე ყველა ერთი ვართ და ქრისტე გვეუბნება და გვასწავლის ესეთ რამეს რა. თუ ერთი ადამიანის კი არის განაწყენებული შენს გამო, შენ წადი მასთან, გამოასწორე საქმე და მერე ჩემთან მოდიო. აი ეს არის, არანაირი იქ ზიაღმატებულობა და უწმინდეს უნეტარესობა არ აქვს იქ ტიტულარობას მნიშვნელობა ქრისტეს წინაშე მე ვარ ერთი ადამიანი და ეგეც არის ერთი ადამიანი. ერთ ადამიანთან არა აქვს კარგად საქმე, ხო და ის ერთი ადამიანი მე ვარ მეთქი გეუბნებით რა. შეიძლება სრულიად საქართველოს მიუტევოს, მე ვთქვი ჩემი სიტყვა და აი იმ სიტყვას არ გადავალ რა, იმიტომ რომ ჩემი სიტყვა არის ჩემი სიტყვა და მაქვს უფლება დავიტოვო ჩემს სიტყვად. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიტევებით მე ყველას მიუტევებ, თუ კი გაითვალისწინებს ჩემს ნათქვამს. თუ ის ჩემს ნათქვამს ვერ გაითვალისწინებს, თუ კი მასზე არის დამოკიდებული, რომ მან გააკეთოს გადადგას ის ნაბიჯი და ჩემზეა დამოკიდებული მისი მიტევება და ის იმ ნაბიჯს არ გადადგას, ეს უკვე მისი არჩევანია. ასე რომ თუ ჩემზე იყო დამოკიდებული და მე მართლა გამანაწყენა მაგან თუ მაგის მასასწავმა ერთი და იგივეები არიან,
მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა ილიამ გაიგო არ გაიგო, მისი კარი იყო და ანუ რეზიდენცია, სადაც ის როგორც ერის მამად იყო დაყენებული, მისი სასტავი იყო და მის სასტავს იმდენი პატივი უნდა ეცა, რომ ისე უნდა გამოეზარდა მისი სასტავი, რომ ესეთი ამბავი არ გაიკეთებინა იქ, ხო და ესეთი ამბავი რაც იქ დამხვდა, მისმა დაცვამ გააკეთა თუ შიდა დაცვამ თუ შორენა თეთრუაშვილმა ეს მე არ მაინტერესებს, მის პასუხისმგებლობაში იყო იქაურობა და მას ისე უნდა მოეწესრიგებინა ეს ყველაფერი, რომ მის პასუხისმგებლობაზე ეს საკითხი ასე არ დარჩენილიყო. ასე რომ ჩემო კარგებო, ხო? რაც გინდა ეხლა ის დამიძახეთ, როგორც გინდა ისე მომნათლეთ, მე თქვი ჩემი სათქმელი, გეუბნებით კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ზვიად გამსახურდია არის ის ერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობიდან პირდაპირ წმინდანად უნდა ყოფილიყო შერაცხული, იმიტომ რომ ჩვენი ენა შეგვინარჩუნა და რეალური შანსი იყო რომ ილია მეორე ვაფშე ფეხზე დაგვიკიდა ბიჭო და გაიქცა იქიდან და რა ენა არის ენა ქართულად ძლივს საუბრობდა რუსეთში ქონდა მასწავლი ერთ-ორ სიტყვას ძლივს ატრიალებდა აზი არ იყო ქართული ენის ილია მეორე როცა ზვიად გამსახურდია ჩვენ ენაზე ენას გვინარჩუნებდა ენა ჩემთვის განსაკუთრებული თემა არის ენა, იმიტომ რომ ვინც ენის არ შეერკვევა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, რომ ამ ენაში არის ზუსტად სულიწმინდა და ამ ენით ვინც არ საუბრობს, სულიწმინდა არ გააჩნია, აი სწორედ ამ სულიწმინდის შენარჩუნების გამო სრულიად საქართველოს მოსახლეობა მადლიერი უნდა იყოს ზვიად გამსახურდიასი და იმ დროინდელი საზოგადოების, რომელმაც ენა შეგვინარჩუნა და კგბ-ს მსახურმა დედამოტყნულმა შევარდნაძემაც და მისმა ნათლიამ ილია მეორემაც ამ საკითხში ხელი შეუშალა იმის მაგიერ რომ მოხმარებოდა ზვიად გამსახურდიას. ასე რომ კარგად იყავით შემოკარგებო და გვიან ადრე თუ გვიან მაინც გაიგებთ მე რას ვამბობ, ადრე თუ გვიან მამაზეციერი მაინც გაგაგებინებთ თქვენ ყოვლად ურყვნელი სინათლე სულიწმინდა ძე ღმერთი გაგაგებინებთ რას ლაპარაკობ და აი როცა გაიგებთ მაშინ ამოვისუნთქებთ და გაბწყინდება საქართველო. ამინ ამენით უფალმა მისვინოს დაგემშვიდობებით ახლა მომავალ შეხვედრამდე.